საგვარეულო პროგრამები ნაწილი 2. რატომ მოვედით საერთოდ ჩვენს გვარში და რა ვალდებულებები გვაქვს ჩვენს გვარის მიმართ, ვეცდები რომ ამ მეორე ნაწილში გავაგრძელო მოთხრობა. საერთოდ მაისის ბავშვი ყოველთვის მანიშნებელია იმაზე, რომ ასეთ გვარში დარღვეული იყო ბავშვის უფლებები და ასეთ გვარში დარღვეული იყო ბავშვის აღზრდის ტრადიცია. და რას ნიშნავს ეს? როდესაც მშობლების მიერ ამ ბავშვზე ხორციელებდებოდა აკრძალვები, ასეთ ბავშვს არ ჰქონდა თავისუფლება და ასეთი ბავშვი მერე ეს ტრამვად გადაიქცევათ ხოლმე და მთელი ცხოვრება უჭირთ მერე ურთიერთობაში წასვლა, ოჯახის შექმნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავითარ შემთხვევაში არ გქონდეთ ენერგია მინუსში, თქვენ აუცილებლად უნდა წახვიდეთ ჯანსაღ ურთიერთობაში, თქვენ აუცილებლად უნდა შექმნათ ოჯახი და უნდა აღზარდოთ შვილები. ამ სიტყვის სრული გაგებით. არა გაზარდოთ, არამედ აღზარდოთ და გქონდეთ აუცილებლად თქვენი ტრადიციები, მაგრამ ამ ტრადიციებში აუცილებლად უნდა შეიტანოთ რაღაც ახალი და ცვლილებები. რაც შეეხება ივნისისთვის. ივნისის თვე ყოველთვის მანიშნებელია, რომ გვარში, ოჯახში იყო ღალატი და ასეთმა ბავშვმა უნდა ისწავლოს პირველ რიგში საკუთარი თავისადმი სიყვარული, უნდა ისწავლოს ბალანსი, უნდა ისწავლოს, რომ გაცემასა და მიღებას შორის დაიცვას ზღვარი და რაც მთავარია, როდესაც ოჯახს შექმნის, არავითარ შემთხვევაში არ უღალატოს ამ ოჯახს და არავითარ შემთხვევაში არ დაანგრიოს ოჯახი. და როდესაც ის შექმნის მყარ ოჯახს, მერე რა თქმა უნდა ეს ეხმარება მას თავის ცხოვრების გზაზე და მაქსიმალურად ახერხებს თავის პოტენციალის განვითარებას. რაც შეეხება ივლისის ბავშვს. ივლისის ბავშვი ყოველთვის მანიშნებელია გვარში, რომ ეს გვარი არ ვითარდება და ერთ ადგილზე გაიყინა. ასეთი ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს თავისი საცხოვრებელი ადგილი, გადავიდეს სხვა ქალაქში, გადავიდეს სხვა ქვეყანაში და აუცილებლად დაეხმაროს თავის ნათესავებს, რომ თავიანთი გვარი გაიტანონ საზღვარგარეთ. როდესაც ის შეძლებს ამას, მერე სამყარო ეხმარება მას გზების გახსნაში და ის აღწევს საზღვარგარეთ ძალიან დიდ წარმატებას და რა თქმა უნდა, აქაც თავის პოტენციალის მაქსიმალურ გახსნას. რაც შეეხება აგვისტოს ბავშვს. აგვისტოს ბავშვი ყოველთვის მანიშნებელია, რომ გვარში იყო უსამართლობა, როდესაც ერთმა ძმამ მეორეს რაღაცა წაართვა, როდესაც გვარმა, ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა სახლი წაართვეს და ძალიან ხშირი იყო ასეთ გვარში სასამართლო დავები, სახლების წართმევა, მემკვიდრეობის წართმევა. ეს ბავშვი მოვიდა გვარში იმისათვის, რომ შეინარჩუნოს თბილი ურთიერთობები, შეარიგოს ნაჩხუბარი ნათესავები და არავითარ შემთხვევაში არ შეედაოს მათ ქონებაზე და როდესაც ის ამას მიაღწევს, მერე აღწევს ძალიან დიდ წარმატებას საკუთარ ბიზნესში და ძალიან დიდ თანადგომას ნათესავების მხრიდან.